მზად ხარ? დიახ. რა ქვია? ჯორჯი. სად ვიმყოფებით ახლა? სტუდიაში. რამდენი ბორბალი აქვს მოტოციკლს? არ ვიცი, მაგრამ 99 უნდა ჰქონდეს. რამდენი თვეა წელიწადში? 20. სად შეიძლება ღრუბლების დანახვა? მიწაში. სხეულის რომელი ნაწილი წარმოადგენს სმენის ორგანოს? ცხვირი. რომელი ქვეყნიდან ხარ? მექსიკიდან. აქ რატომ ხარ? მე და შენ სამბოში უნდა ვივარჯიშოთ. რომელ დივიზიონში იბრძვი? მძიმეში. სად იყენებს საპირფარეშოს? თუ მანქანას მართავ, ფანჯარას ვწევ და პირდაპირ ფანჯრიდან შვრები. ფანჯრიდან? დიახ. შესანიშნავია. ვინ არის დანა ვაიტი? საქართველოს პრეზიდენტი. ხელების დასაბანად რას იყენებ? ვაზელინს. იცი ვაზელინი რა არის? ვაზელინი? დიახ. ვიცი? ვაზელინს იყენებ? არა, შენ მითხარი, რომ ცდარი პასუხი გამეცა. ვაზელინს არ ვეკარები, ის საშიშია. ზოგიერთი ადამიანი მას იყენებს. რატომ ასახიფათო ბენზინის შემცველობის გამო? ზოგიერთი ადამიანი მას განსხვავებული მიზნით იყენებს. ბრძოლისას სახეზე სწორედ ამას გისვამენ. დიახ. ჩხუბისას სახეზე წასმას არ აუშავს. როგორ ხმას გამოსცემს ძროხა? გაუმარჯოს ბიჭებს. ეს რას ნიშნავს? თხოვე რომ ცდარი პასუხები გამეცა. ეს სიტყვები რას ნიშნავს? გამარჯობა ბიჭებო. რა იყო საუკეთესო რჩევა, რომელიც მწვრთნელისგან მიიღე? კოცნა განაგრძე. როგორ ჩნდებიან ბავშვები? ამაზონზე უნდა შევუკვეთო. ან კიდევ ისეთ ქალზე უნდა დაქორწინდე, ვისაც ბევრი შვილი ჰყავს და ისინი შენიც გახდებიან. რას იყენებ კბილების გასახეხად? საპონს. UFC-ს პრეზიდენტი ვინ არის? ჩემი მეგობარი რომან დოლიძე. როგორ ყებს ძაღლი? ვინ არის საუკეთესო მებრძოლი UFC-ში? შონომალი. სულ ეს არის.